მშვიდობა ქართველებო, ჩვენ ვაგრძელებთ მხილებას. დრო და სიტუაცია მოიტანა და ტენდენციურად მივედით იქამდე, რომ გამჟღავნებული იყო ყველაფერი ის, რაც ამ დროისათვის და სწორედ ამ ჟამისათვის მათ გადაკვეთის დროს სიტყვა უნდა თქმულიყო. გახსოვთ თქვენ, აგერ კიდევ ნახეთ, ფილმის ქუდში არის წამიერად 2026 წელი გაელვებული. ეს ჩემი გაკეთებულია და გაკეთებულია 2021 წლებში. მაშინ კიდევ თქვი, რომ 2026-ში მოხდება დიდი კატაკლიზმები, დიდი რაღაცა დაიწყება და ბევრი რაღაცები კიდე დამთავრდება თქო. ანუ 2026 არის კარიდორი. სადღაც თითქოს რაღაც უხილავი ძალა დგას და მიდის ადამიანების ფილტრაცია, მაგრამ ამას უმრავლესობა ვერ გზნობს და ვერ აფიქსირებს. სამწუხარო და საუბედუროდ. ვერ აფიქსირებს იმასაც, თუ ჩემი არხიდან თუ რა დონეზე მიდის თამასის აწევა და რა ინფორმაციები ჟღერდება აქედან. ეხლა კიდე რო არ გითხრათ, ამასაც ვერ დააფიქსირებს უმრავლესობა სამწუხარო და გეუბნებით, რომ ეს ინფორმაცია ეხლა რასაც მანამდე მე ბევრი მაქვს დადებული, ეს ვინც დღეს დაინახავს, ნუ გეგონებათ, რომ ეს პირველად არის და რაღაც სპონტანურად მოვიდა ჩემ თავში და რაღაც 1-2 დღის შეკრებილი ინფორმაციით რაღაცა გითხარით. არა ჩემო კარგებო, ამაზე მე გვარიანი ხანია რომ საუბრობ და თანაც დოკუმენტები და არგუმენტებით ვიძლევი ამ ინფორმაციას, რომელიც არ არის 1 და 2 წლის, მე არ ვამბობ 1 და 2 თვის, 1 და 2 წლის მონაპოვარი არ არის, ამით დიდი ხნის და ბევრი შრომა დევს. ეხლა მოკლეა თითქოს ნახავთ თქვენ ვიდეოს 2 ნაწილად, მაგრამ აქაც ჩატეულია, ეს არის ძალიან გამოწვილვითი ინფორმაციები, რომელიც არის ავთენტურად 1000-ჯერ გადამოწვეული და ვისაც არ გინდა კიდევ მოიციოს თავად. და გადაამოწმოს როგორც უნდა ისე. კიდე გეუბნებით, მოიწვიეთ ახლა ან გადაუგზავნეთ ყველა იმ ებრაელს და მე იმ ქართველებს, თითქოს ქართველებს, რომელთაც პოპოები აქვს თავში, ებრაელებზე ჭკვარო ეკეთება და ქრისტე ებრაელი რო გონია და მე ებრაელიერი რომ ღვთისმშეულიერი გონია და ასე შემდეგ. თქვენ ახლა ბოლო ვიდეოების მიხედვით თქვენ ნახავთ ალბათ ვიდეოს ქვევით თუ რა კომენტარები იწერებოდა სწორედაც რომ იმ ებრაელების და მე მათი მიმდევარი ქართველების და გაქართველებული ან ქართველი ებრაელების მიერ. ასე რომ მოემზადეთ და მე გავიწვალე თავი, გადავთარგმნე ყველა და ყველაფერი და დავამონტაჟე იმისათვის რომ ადვილად ყოფილიყო მისაღები რუსათვის და ბრმისთვისაც. ამიტომ ბრიყვებს არ ვეძახი, ბრიყვები თავისით იჩენენ თავს და თავისით აკომენტარებენ მე სიბრყვის. იმიტომ რომ მაშინ როდესაც დოკუმენტები და ფაქტებს 100%-იან ფაქტებს წინ გიდებენ და მაგაზე თვალხმოვდა და მაინც შენსაც რომ მიურიგინებს, ის არის ბრიყვი ელემენტარულად. მილიონჯერ მიტყვა და კიდე მილიონჯერ ვიტყვი. ბრიყვი რატო ქვია? იმიტომ რომ გაიყვანებენ რიყეზე, რომ დაინახონ ნაპირი, ანქლა. ანუ 1,000,000%-იან ფაქტზე სვამენ. ფაქტი წინაშე, გამიგეთ? თანაც შეიგრძნებითად რომ შეიგრძნოთ, თვალი თუ ვერ ხედავ, უნდა შეიგრძნოს, ხო? ვერ ხედავ. და მაინც თავისას ურიგინებენ. ჟარგონულად ბრიყვს კიდე ვიცი რა ქვია, მაგრამ ახლა ამას აქ ვერ ვიტყვი. ეს თავად დაახასიათეთ შემდეგში. მოკლედ, მეგობრებო, ამ საკითხზე მე ბევრი ვიდეო მაქვს დადებული, ძალიან ბევრი, მაგრამ უფრო ასე რომ ვთქვათ, კარგად ჩამოყალიბებული ის რაც მე საქართველოს უკავშირდება, ეს მე მაქვს ხმალი სიმართლისაში, რომელიც 2 წლის უკან დავდე და იმის ლინკებს მოგცემთ აქ, ვინაიდან პირდაპირ შესვლით არ იძებნება რატომღაც ერთი ნაწილის გარდა. ამიტომ დააკვირდით ამ ლინკებს და გახსენით პირდაპირ ახლა რო უყურებთ ისე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის ფილმებიც, მხილებიც. ნუ პრაქტიკულად მე მაგას თავიდან ხმალი სიმართლისა დავარ, მაგრამ ისიც მხილება იყო. შემდეგ დავიწყე მხილება უკვე კონკრეტულად. კარგი, დავიწყოთ მეგობრებო, ახლა რო არ შეგაწყვინო თავი და შევეცდები რაც შეიძლება შეკუმშულ ფორმატში წარმოგიდგათ ყველაფერი ის თუ რა ხდება, თუ რას წარმოადგენს ეს სახელმწიფო, ეს ხალხი, თუმცა
თუმცა მე ყოველთვის მithmams და კიდე აქ ნახავთ, ეს როგორც ხალხი არ არსებობს. დიახ, ანუ მოდი ასე ვთქვათ, როგორც ერი არ არსებობს, ჩამოყალიბებული კონსტრუქციულად რო ვთქვათ, ლინგვისტურად, როგორც ერი ოფიციალურად არ არსებობს. ამის დოკუმენტები კიდე მეც მაქვს და ყველა ბევრს იმას, ვინც მაძიებლები არიან ამ საკითხში და უამრავი ვიდეო კიდე მაქვს, რომელიც ავთენტურად გადამოწვებულია და თავად ებრაელებიც ამბობენ და სხვა ეროვნების წარმომადგენელი მეცნიერებიც, მაგრამ მე დღეს შევეცადე მოვიყვანო ის ადამიანები აქ, რომელიც არ არიან ვიღაცა რიგითი მოქალაქეები, გამიგეთ? ესენი არიან ის და იმ სტატუსის ადამიანები, რომელთაც უსმენენ არა 1000-ები, არამედ 100,000-ები და ვინცაც კიდე უჯერებენ. ანუ წარმოჩენილი ადამიანები, ძალიან ცნობილი პიროვნებები. არ მომაქვს აქ ის ასე ვთქვათ ციტატები და ის ვიდეოები და ასე შემდეგ, რომელიც უკვე ძალიან ისეთი მხარე არის, ძალიან ისეთი ბნელი მხარეა, რომელიც კი შეიძლება მე ასე გამოვიტანო, მაგრამ აი ეს მხილება მე გავაკეთე ისე, რომ ყოფილიყო ეს მაქსიმალურად აკადემიურად ჩამოყალიბებული მეცნიერულ დონეზე და დიპლომატიურად. მოკლედ მეგობრებო, მე მოვიყვან პირველ რიგში აი ამ პიროვნებას, რომელიც რუსეთში არის წაგზავნილი, აგენტად შეგზავნილი აგენტი, ასეთი ყველა მსოფლიოს ყველა კუთხეში ყავთ ებრაელებს გარდა სპარსეთისა. სპარსეთში ვერაფერი ვერ გაიტანეს მათ თავიანთი, ვერც ადამიანი ჩასვეს, რომელიმე ებრაელი სადღაც ან ბიზნესმენში, ან პოლიტიკაში, ან ბანკში, ან მედიცინაში ვერსად ვერ ჩასვეს და ეს გახდა კერკეტი კაკალი და სწორედ ამიტომაც დაუწყეს მათ ეს ომი ირანელებს, იმიტომ რომ ერთადერთი ბარიერი იმისათვის, რომ მათ მოიყვანონ მეშიახი, ანუ მესია თავისებურად და ჩვენებურად ეს ბიბლიაში ანაბანასავით ქართულით გვიწერია შავი თეთრზე, რომ ამაც ქვია ანტიქრისტე და ბოროტი ქართველები, აი ტვინ გაყინული ქართველები კიდე, აი დღეს ისა პირიქით იმას ხომაგობენ, ესე იგი, აი ამ ანტიქრისტე მოყვანა ვისაც უნდა, იმას ხომაგობენ და ირანი გასაწყვეტიაო. ხო, არიან ასეთებიც კი ბატონო, ბევრი ვნახავს, ხო? და ეს პიროვნება არის შეგზავნილი რუსეთში, კარგახანია, დიდი ხანია და იქაურ ებრაელებს და მე თანაც რუსებს და ასე შემდეგ ტვინს, აი როგორც წინა ლაივში ვთქვი, უკუტვინად ხდიეს. მოდით ახლა ვნახოთ ეს ვინ არის. ბევრმა თქვენ იცით, მაგრამ აი ეს როგორც გითხარი, ამას ბევრი ლექცია აქვს. ძალიან ბევრი ლექცია აქვს, მაგრამ ზუსტად აი მიზანში რო უტყავს და 10-იანში რო უტყავს, აი ეს კადრები მაქვს მე ამოჭრილი და გადათარგმნილი. ეს პიროვნება გახლავთ შემოკარგებლო მიხეილ ლაიტმანი, კაბალისტი უმაღლესი დონის, კაბალის საერთაშორისო აკადემიის ბნეი ბარუხის და აშლაგის სახელობის კაბალის კვლევის ინსტიტუტის არი აშლაგ რესერჩი თუ ინსტიტუტი თუ რაღაცა ხია დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბრძენთა მსოფლიო საბჭოს წევრი. აი აქ ბრძენთა მსოფლიო საბჭოს წევრი წერია ეს აკლია აქ ამას. ეს არის სიონის ბრძენთა. გამიგეთ? გაგიგიათ ალბათ ეს ტერმინი, ხო? იმიტომ აქ აკლია სპეციალურად. მოდი ასე ვთქვათ, გაშლად სიონის ბრძენთა მსოფლიო საბჭოს წევრი. თქვენ გესმით ახლა რა დონის პიროვნება არის? კაბალის ბარუხ აშლაგის მოსწავლე, ფილოსოფიური მეცნიერებათა და კანდიდატი, ონტოლოგიისა და ცოდნის თეორიის პროფესორის ატესტატია გაცემული, ესე იგი უმაღლესი ან ინტერაკადემიური საატესტაციო კომისიის საჯარო ორგანიზაციის საერთაშორისო აკადემიური კავშირის მიერ. და შემდეგ არ გვინდა. როგორც ხედავთ, ეს არ არის ვიღაცა რიგითი მეცნიერი თუ ან ლინგვისტი და ან კიდე ვიღაცა ასე შემდეგ, ხო? და მოусმინოთ ახლა ამ პიროვნებას, იმიტომ რომ ეს თქვენ ბევრჯერადად გაგებული უამრავი, მოკლედ სოციალური ქსელებიდან, რომ ურიები მართავენ მსოფლიოს. და რომ ეს ასეა და თვითონ კიდე რო ამტკიცებენ ამას და არავით არის ადრე არ ამბობდნენ ამას შემოკარგებო, მაგრამ ახლა უკვე აშკარად ამბობენ ამას. და ეს არის სადღაც 10 წლის უკანდელი გადაღებული ვიდეო.
და მაინც მოусმინოთ ამის პირით. მთელი მსოფლიო აკეთებს იმას, რასაც ჩვენ შევუკეთავთ. Это просто зависит от системы сил в мире. Но эту систему сил определяем мы, народ Израиля, а не Обама и не Путин. Весь мир исполняет то, что мы заказываем. Мы это кто? Мы народ Израиля. ეს ჩვენ ვინ არის? ებრაელი ხალხი, რა თქმა უნდა. უმტკიცებს მიხეილ ლაიტმანი. და მოусმინოთ ახლა, როდესაც მას კითხვას უსვამენ დავითის ვარსკვლავზე, რომელიც მათ დროშის ეს სიმბოლო არის და ასევე კიპაზე კიდე ეს აქვთ სიმბოლო. ეს არის დავითის ვარსკვლავი და მოდით განვიხილოთ, არის თუ არა ეს მართლა მე კი ვამბობდი, მაგრამ არ გჯეროდათ. ხო? არ გჯეროდათ, იმიტომ ეს არ არის თქო ებრაელებისთვის. და ამაზე კიდე ბევრი ვიდეო მქონდა და ფილმებში მქონდა ჩადენი. აბა ახლა თავად მოусმინოთ ახლა ამას. Что в точности означает звезда Давида? Это просто два треугольника или в этом есть некий скрытый смысл, спрашивает Аня из Севастополя? И не знаю ничего. Есть вот такие сведения, есть другие. В каббалистических источниках нигде нет? В принципе, нет. В древних каббалистических источниках упоминания именно об этой форме Давида нет. Поэтому говорить об этом, что это именно еврейское изображение, нельзя. Это крайне странно для людей, потому что уже это очень олицетворяется с чем-то еврейским. Но в принципе это не так. აჰა, ხედავთ, ესე იგი არც ძველ კაბალის თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, მე რატომ მომყავს ეს პიროვნება მაინც და მაინც კაბალისტი ნელა იქით გავიგებთ და ნახეთ რა თქვა ახლა მან რომ ესე იგი არც ძველ კაბალისტურ შიმებში რა ქვია წიგნებშიო არ იყო იქ დაფიქსირებული რომ ეს დავითის ვარსკვლავი იყო ურიულიო გესმით ახლა რას ვამბობ და რატო მომყავს თქო იმას ვამბობ რომ ამ ხალხს აქვს თავისი ასე ვთქვათ იერარქია ჯერ არის თორის სწავლილი შემდეგ არის თალმუდის სწავლილი თუ პირიქით ახლა მომატიეთ და ბოლო ისე როგორც მასონებშია ჯერ მასონია დაბალი საფეხური და შემდეგ არის ილუმინატი არის საერთოდ ყველაზე უდიდესი ასევე კაბალისტი რომელიც შედიან ამ ილუმინატებში რა თქმა უნდა ესენი განაგებენ იმ ქვედაფენებს იმიტომ რომ კაბალა არის ესეთი მეცნიერება რომელიც მე არ გავაგრძელებ და იქით ნელა გაიგებ და თქვენ გაიგებთ სენსაციებს ხო ეხლა იმის თქმა მინდა რომ ესეც ბევრჯერ მithქვამს და მოდით ეხლა ისევ თავიანთი პირით ვათქმევინებ ამ ხალხს თუ არის თუ არა მართლა ერი ოფიციალურად არსებობს თუ არა ერი კონსტიტუციურად ჩამოყალიბებული ეხლა რას დაწერეს 1957-ში მაგას არ გეუბნებით საერთოდ ეხლა 57-დან ხო არ იწყება გასული ისტორია რა ამიტომ მოდით ეხლა თავად მოусმინოთ ისევ თუ რას ამბობენ არსებობს თუ არა საერთოდ ებრაელი ერი კანონიკურად ჩამოყალიბებული ვინ არ წარმოადგენს რომ ებრაელი ხალხიო ჩვენს დროებაში ებრაელი ხალხი არ არსებობს ანუ ერი იმიტომ რომ ჩვენ არ წარმოადგენთ ერს თავისი განმარტებით А то, что мы пишемся по паспорту, там евреи, это ничего не значит, это не народ. Алло, ის რომ უბრალოდ პასპორტში ვიწერები ჩვენ რომ ვართ ებრაელები, ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არ არის ხალხი. И поэтому сегодняшний Израиль это тоже не народ и не еврейское государство. და დღევანდელი ისრაელი და მისი ხალხი არ ნიშნავს, რომ ეს არის ებრაელი კაბალისტურ გაგებით. На таком уровне, каким создал нас Авраам. ჭეშმარიტად ვთქვათ ეს არ არის ერი. ანუ არც ის არის რომელიც ჭეშმარიტად გააჩინაო ა ブラ ამმა. გავიგეთ. ეხლა მეორე კიდევ კადრი. ასეთი მე ბევრი მაქვს. ძალიან ბევრი მაქვს. როგორც ხარ უბრალოდ შეკუმშულ ვერსიას განახილებ მეთქმა ყველაფერს. ეს არის 1921-ში ჩავდე მე ეს ფილმში იბერის გაბწყინება ნომერ პირველ ნაწილში და გავიხსენოთ ეხლა ეს ფრაგმენტიც. ებრაელი მეცნიერი შლომო ზანდი, რომელმაც დაანგრია ყველაფერი პრაქტიკულად, რა თქმა უნდა, მას ეწინააღმდეგებოდნენ იმაში, მაგრამ ისრაელში კიდე რა თქმა უნდა, მაგრამ მან გაიტანა როგორც ისრაელში, ასე ისრაელის გარეთ კიდე გაიტანა და თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და წიგნების გარეთ და უმამრა. მოусმინოთ.
Оно уже стало сенсацией в Европе и Штатах, а сейчас издано в России. Это книга профессора истории Тель-Авивского университета Шломо Занда «Научный взгляд на историю еврейского народа». Он мгновенно вызвал большие споры, если не сказать скандал, ведь Занд разрушил статус-кво еврейской национальной историографии. Свою книгу «Кто и как изобрел еврейский народ» профессор Занд представлял в Москве лично. С ним встретился Андрей Леонов. Шломо Занდი, რომელმაც თავის წიგნში ვინდა როგორ გამოიგონა ებრაელი ერი თუ ხალხი, როგორც გინდა დაარქვით, 4000 წლის არის თუ არ არის, აი ამ წიგნმა მოიარა ესე იგი ამერიკა, ინგლისი, ნუ ევროპა მთელი და ბოლოს ეხლა რუსეთშიც და იქაური ინტერვიუა ეხლა ეს. Еврейскому народу 4000 лет или на самом деле его не существует? Такой вопрос задал и сам же ответил на него известный израильский историк Шломо Занд. В своей книге «Кто и как изобрел еврейский народ», которая стала сенсацией в Америке, Англии, Франции и самом Израиле, автор назвал большую часть общепринятых истин об истории евреев не более чем вымыслом. Еврейского происхождения. Израилс, როგორც ისტორიკოსი მე მესმის რომ ეს ასე არ არის და მე გადავწყვიტე რომ გავერკვიო ამაში. Что это не так. Я решил разобраться в этом вопросе. ეგვიპტელებმა გამოყარეს ასე ვთქვათ ისრაელები, Шломо Занდი თვლის რომ ეს არის ყველაფერი მითი და გამოგონილი. ეს მათ მოიგონეს მხოლოდ იმისათვის რომ გავრცელებულიყო იუდაიზმი და რელიგია მსოფლიოში. А евреев никто не трогал, уверен историк. Многие из них покинули страну по доброй воле, растворившись среди прочих народов. ეხლა მოდით ჩანარს გავაკეთებ დავასტოპებ მე ამას და გეტყვით ნამდვილ ისტორიას. ნამდვილ რომელიც ეს უკვე ბევრგან კი ასაუბრობენ, დამტკიცებულია და ყველაფერი და გეტყვით ეხლა ასეთ ინფორმაციას, რომ ეგვიპტიდან ებრაელები რომ გამოიხსნენ და რომ მოსემუთრადო ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სინამდვილეში რა მოხდა. ესე იგი, ამ ურიებს აქვთ ესეთი სისხლში აქვთ, გამიგეთ, სადაც კი მივლენ ნებისმიერ ქვეყანაში იქ ისე მიზრებიან გაძლებიან, რომ მაინც და მაინც იმ წერტილზე უნდა დაჯდნენ, სადაც შეუძლიათ რაღაცის რეგულირება. გესმით? ნელ-ნელა ახოხდებიან და შემდეგ დაიწყებენ იმ ქვეყნის მართვას. ეგვიპტელებმა, ეგვიპტის ფარაონმა ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ეგვიპტელი აიყვანა, ნუ მოსეს სახით. ეხლა იქ სხვადასხვა წერია პრინციპში, მაგრამ ეს რომ მითია, ყველამ ვიცით, ხო? და დახადა დიდი ასე ვთქვათ, მეჭურჭლეთ ხუცესი რო ვთქვათ, მიახლოებით. ანუ ფინანსთა მინისტრი. შემდეგ მოხდა იქ რაღაც ისეთი გაუგებრობა, თუ მოპარა ფული თუ ისა, გამიგეთ და მოსემ, ასე ვთქვათ, თავიანთ ხალხს ურმები და ყველაფერი ეს ოქრო და განძი გამოიტანეს უფრო და გაიხსნენ. გაიხსნენ ის გამო შემდეგ დაედებდნენ ეგვიპტელები რა თქმა უნდა, რასიზამდნენ აბა, ხო? გაგძარცვე, გავყარსე და შენ ვინ გაგატანდა მაგას, გესმით? ეს მე თავისებურად არის გადაწერილი, რა თქმა უნდა. ხო, ნუ მივხვდებით ახლა, ხო? ნებისმიერი აი შოვინისტი ისტორიკოსი რაღაცა ყოველთვის ასე წერს ისტორიას, როგორც თავის ჭკუაზე უნდა. გამიგეთ რა შეეცდათ. კაი, გავაგზავნოთ ახლა, თუ დაიჯერებთ ახლა არ დაიჯერებთ, კიდე ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე მე რასაც ვამბობ, იმის უკან როგორც ყოველთვის მithქვამს, არის აუარება მასალა. Синამდვილეში როგორც ვაკვირდებით, არის განსხვავება, როგორც არის ეს русский народ, в отличие от еврейского народа, существует действительно. Французский народ существует, и другие там какие-то народы существуют. მაგრამ მე ამჯერა რომ არსებობს ებრაელი ერი. Синამდვილეში კი დავითისა და აბრაამის მოდმა настоящие потомки Авраама, Давида и Соломона современные палестинцы. То есть последние 100 лет ситуация очень сильно отличается от давних времен. И люди, называющие себя евреями, дети разных народов не только по крови, но и по ბოლოსთვის სენსაციური მასალას ამბობს Шломо Занდი, რომ ბოლოსთვის კი სკანდალური ინფორმაციას იძლევა Шломо Занდი, რომ ის იდეა, რომელიც ჩამოყალიბდა 1957 წელს, რომ სამშობლოს ხია ისრაელისკენ დაუძახეს და დაარქვეს ამ პროცესს, ეს ყველაფერი გამოგონილია მე-19 საუკუნეში, თავის გასამართლებლად და სხვა ქვეყნების კოლონიზაციისათვის. Солидарность, упрямо отделяющую евреев от так называемых меньшинств и дискриминирующую их, отнимающую землю, находящихся ამოსავალს Шломо Занდი ამბობს ასე, რომ უნდა გადაიქცეს ისრაელის სახელმწიფო არაებრაელების არამედ ყველასათვის. ეხლა დაუბრუნდეთ შემოკარგებო ისევ ამ მიხაილ ლაიტმანს და გავიმეორებთ ის თუ როგორ ამბობდა ის 10
12 წლის უკან.